ვახტანგ კაპანაძემ უფლებამოსილება ვლადიმერ ჩაჩიბაიას ოფიციალურად გადააბარა. ბაზიანის სამხედრო ბაზაზე გაცილება გადაბარების საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რითაც შეიარაღებული ძალების ისტორიაში ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ცერემონიას უმაღლესი მთავარსარდალი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიპლომატები და სამხედრო ჩინოსნები დაესწრნენ. სამწყობრო მოედანზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, არ დავიწყებიათ დაღუპული სამხედროებიც მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ვლადიმერ ჩაჩიბაია შეიარაღებულ ძალებს მომდევნო 3 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, მისი წინამორბედი კი საქმიანობას ბრიუსელში განაგრძობს. ბატონო პრეზიდენტო, გენერალმა ჩაჩიბაიამ გენერალურ შტაბის სტანდარტი ჩაიბარა. გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეიარაღებული ძალების დროშა ოფიციალურად ჩაიბარა. უფლებამოსილება მას გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გადააბარა. სამხედრო წესის შესრულებაში უმაღლესი მთავარსარდალი და არმიის სერჟანტიც მონაწილეობდნენ. საზეიმო ღონისძიება პირველად გაიმართა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები. ვაზიანში სამწყობრო მოედანზე მხარდამხარ იდგა დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობა, ავიაცია, სპეციალური დანიშნულების ძალები, კადეტთა კორპუსი და ეროვნული გვარდია. მათ უმაღლესმა მთავარსარდალმა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიმართეს. გენშტაბის ახალ უფროს წარმატება უსურვეს, მის წინამორბედს კი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. თავარი არის რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრების გარეშე, მთავარი არის ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ისე მომზადებული, რომ არც ერთ მტერს არ გაუჩნდეს ინტერესი ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის. მე მჯერა, რომ თანამებრძოლებთან ერთად თქვენ ამ მნიშვნელოვან მისიას წინ წაწევთ. შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ დაიცვან დისციპლინა, კანონის უზენაესობა და მდგრადი სტაბილური განვითარება სისტემის ფარგლებში. პოლიტიკური მაღალჩინოსნების შემდეგ ტრიბუნა გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დაიკავა. გენშტაბის უფროსი შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციას გეგმავს. მისი განცხადებით გაიწერება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჯარებში სტრუქტურულ ცვლილებებს განახორციელებს. აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს დასავლეთთან. მე როგორც გენერალური შტაბის უფროსი პირობას ვდებ, რომ ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო არენაზე სანდო პარტნიორის სტატუსის დამტკიცებას და მაქსიმალურად შევეცდები შევიტანო წვლილი ჩვენი შეიარაღებული ძალების ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის უზრუნველყოფას. მოკლე მიმართვით შემოიფარგლა ვახტანგ კაპანაძე. გენერალი ლევანი ზორიამ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გამტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის მედლით სამშობლოსათვის თავდადებული დააჯილდოვა. გენშტაბის ყოფილი უფროსი საქმიანობას ნატოში გააგრძელებს. გაუმხილდით ქართველი მებრძოლის ღირსებას. გახსოვდეთ სამაჩაბლო, გახსოვდეთ აფხაზეთი. ბაზიანში სამწყობრო მოედანზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. პატივი მიაგეს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს.